რუსთავის სპორტის სასახლე ლეგენდარული იაპონელი ძიუდოისტის შოჰეი ონოს მასტერ-კლასისთვის ემზადება. 2 დღით ადრე კი რუსთავის მერმა ნილო აცალბიძემ იაპონელ სპორტსმენს სპორტის სასახლე და მუზეუმი დაათვალიერებინა. 2 გზის ოლიმპიურმა და 3 გზის მსოფლიო ჩემპიონმა მუზეუმს ხელმოწერილი კიმანო დაუტოვა. შოჰეი ონოს მასტერ-კლასი რუსთავის სპორტის სასახლეში 24 მარტს 14 საათიდან დაიწყება. მასტერ-კლასი უფასოა და მასზე დასწრება საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენელ სპორტსმენს შეუძლია. შოჰეი ონო საქართველოში ვეტერანი ძიუდოისტების ვარლამ ლიპარტელიანის და ავთანდილ ჭრიკიშვილის მოწვევით ჩამოვიდა. საქართველოში ბევრი მეგობარი მყავს, ვიცი საქართველოს კავშირების შესახებ ძიუდოსთან. დიდი ხანია მინდოდა საქართველოში ჩამოსვლა, ჩემთვის საინტერესოა ძიუდოს ქართული სტილი. ამიტომ ვფიქრობ, საინტერესო და ხალისიანი დღე გველოდება. ჩვენი რუსთავის სპორტის სასახლე კიდევ ერთ მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენას უმასპინძლებს. ლეგენდარული ძიუდოისტი ჩვენს ახალგაზრდა სპორტსმენებს ჩაუტარებს მასტერ-კლასს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა მათთვის იქნება კიდევ ძალიან დიდი мотиваცია, რომ გააგრძელონ სპორტული კარიერა და კონდეთ ძალიან ბევრი გამარჯვება. ისეთი ქვეყნიდან როგორც იაპონია და ისეთი სპორტსმენი როგორც შოჰეი ონოა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომ ატარებს სემინარს ბავშვებისთვის, რა თქმა უნდა, მაგალითია ის თავის გამორჩეული სტილით, თავისი წარმატებებით, თავისი ტიტულებით და მე ვფიქრობ, ეს უმნიშვნელოვანესია კონკრეტულად ჩვენი ქვეყნისთვის.